ვთხოვო ჩვენ რექტორს, ვთხოვო ჩვენ ადმინისტრაციას, ჩვენი ხმა მიიტანოს მთავრობამდე და შეაჩერონ, მე ვთვლი ეს საქართველოსთვის დამღუპველი ასეთი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ტექნიკური ინტელიგენცია ასე დავანადგოთ, მე ამას ვიტყობ. ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი, ხელა რა ვილაპარაკე, ისეც არ ვიცი. მე მინდა ვთხოვო ჩვენი ფაკულტეტის, ვიცი რომ ძალიან ბევრი ფაკულტეტი აქ არის, ფაკულტეტების დეკანებს იქნებ შევხვდეთ. მინდა ვთხოვო ჩვენ სტუდენტობას, თავიანთი აზრი დაგვიფიქსიროს და ვთხოვო ადამიანებს, რომ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები. ერთი რისი თქმაც შემიძლია ბოლოს კიდევ ვიტყვი, რომ ყველა ფაკულტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არ უნდა შეწყვიტოს არსებობა და ჩვენ გზად ვართ დიალოგისთვის მთავრობასთან, რასაც ვთხოვთ ჩვენ რექტორს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ფაკულტეტის დეკანებს გთხოვთ, რომ იქნებ შევხვდეთ ერთმანეთს ჩვენ. რამდენადაც ვიცი, ერთ სტუდენტს აქვს სურვილი, რომ გამოვიდეს. მადლობა. პირველ რიგში მოგესალმები ჩემო მეგობრებო. მივესალმები აკადემიურ ხალხს და მინდა ერთი პატარა განცხადება გავაკეთო. 104 წელი ამ კედლებში სწავლობდა უამრავი ადამიანი და უამრავი მეცნიერი წარმოშვა ამ კედლებმა. 104 წლის ისტორია ასე უცებ ვერანაირად ვერ განადგურდება. ძალიან განსხვავებულ უნივერსიტეტთან აპირებენ ჩვენ შეერთებას, რაც გამოიწვევს იმას, რომ ჩვენი იდენტობა საერთოდ გაქრება. 104 წლის ისტორია, რომელთაც ასე ვამაყობთ და სულ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩვენ ამას ყველგან ვამბობთ და ძალიან გვიხარია, უბრალოდ გაქრება. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს სტუდენტებთან, რომ ყველა გამოვიდეთ, ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არ მოგვერიდოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი აზრის თავისუფლება, ჩვენი აზრის დაფიქსირება, ყველა მოდ ჩვენი ხმის დაცვა, თითოეულ თქვენთაგანი გამოდით, ძალიან გთხოვთ. თქვათ ერთი-ორი სიტყვა, რას ვფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოგიწოდებთ აბსოლუტურად ყველა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რომ ვიაქტიუროთ, მოვიდეთ, გავაპროტესტოთ ის ფაქტი, რასაც არანაირად არ ვიმხრობით. ძალიან დიდი თხოვნა იქნება თითოეული სტუდენტი მოვიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს აქ და თუ საჭიროდ გახდა, დღე-დაღამე ვიდგეთ კონკრეტულ ამ ადგილზე და დავაფიქსიროთ ჩვენი მყარი აზრი არგუმენტებით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი უბრალოდ არ გაიყიდება არასოდეს. მადლობა დიდი. მოგესალმებით, ჩემთვის არ დგომა საკმაოდ რთულია მას შემდეგ, რაც ვიხილე თვალაცრემებული პროფესორები და მასწავლებლები. ჩემთვის ნელია გააზრება იმისა, თუ როგორია მთელი ცხოვრება შეალიო შენ საკუთარ უნივერსიტეტს. მე მხოლოდ 4 წელია აქ ასწავლობ და მინდა როგორც ამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამებზე გაგრძელება. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი მთელი ცხოვრება ბავშვობიდან დღემდე შეალიეს უნივერსიტეტს. მე ჩემთვის ნელია იმის დანახვა, თუ როგორია აცრემლებული ადამიანი, აცრემლებული პროფესორი, რომელიც გამოირჩევა თავისი ინტელიგენციით, როგორც საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩემი აზრით, ეს ყოველივე არ არის სწორი საქციელი განათლების სამინისტროს მხრიდან. ელემენტარული უნდა ყოფილიყო ცილედი პროგრამა, ან რაღაც, რაც გაგვაცნობდა ინფორმაციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გუშინ გავიგეთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთიანდება ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, უბრალოდ ეს ყოველივე ისტორიის ის დიდი ნაწილი, რომელიც შექმნა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რომელიც არის თვალსაჩინო საინჟინრო ნაგებობები და ასე შემდეგ, მიეცემა ყოველივე დავიწყებას. და ჩემი ერთ-ერთი რიგითი სტუდენტის აზრით და იდეით მინდა უთხრა ყველა სტუდენტს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი და სტუდენტური იურიდიული ჩარჩოს ფარგლებში შევეცადოთ დავეხმაროთ უნივერსიტეტს მაქსიმალურად, რადგან ეს ჩვენი ყოველივე სვალია. მადლობა და გთხოვთ თქვენს მოურძანდეთ და გააცნოთ თქვენი აზრი საზოგადოებამ. ატია. ხო. ეხა დაველოდო. ბატონო მამუკა. შეგვიან და მაგასაც გადავიდეთ. სინქრონებით სჭირდება, ჩავწერე. გამარჯობათ. თავისთავად, როდესაც თითოეული ჩვენგანი ხარობდა
იმ სკვერით, რომელთანაც ჩვენ ვიმყოფებით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ სკვერს გამოვიყენებდით საპროტესტო მიტინგისთვის. ამ სკვერს გამოვიყენებდით იმისთვის, რომ ჩვენი კაფე ოპოზიცია დაგვეფიქსირებინა. სამწუხაროდ ის აღმავლობა, რომელიც ვითარდება ჩვენს უნივერსიტეტში, საფრთხის ქვეშ დადგა. უბრალოდ თითოეულ ჩვენგანს აქ უმეტესობა არის ძველი გპლ-ები, უმეტესობა, რომელსაც ახსოვს ის კედლები, რა მდგომარეობაში იყო. ახსოვს ის ვითარება, რაც ამ კედლებში სუფევდა და როდესაც დღეს განახლებულ ტექნიკურ უნივერსიტეტს უყურებთ, თავისთავად ემოცია კიდევ უფრო მეტად მატულობს. ვინც შემდგომ შემოუერთდა ტექნიკურ უნივერსიტეტს, კაი გაგებით რომ ვთქვათ, იმავე ნექტარით მოინათლა, რა ნექტარით ჩვენ ვიყავით მოწამლულები და აი იმ გარემოში, იმ ადამიანურ ვითარებაში სულ სხვანაირად შეხედეს ტექნიკურ უნივერსიტეტს და დღეს ისინიც ვიზლის შვილები არიან ამ უნივერსიტეტის და ასევე განიცდიან მის წარმატებას. პრობლემები, რომელიც არსებობს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ჩვენზე კარგად არ იცის არავინ. ჩვენ ყოველდღურად ვაწყდებით ამ პრობლემებს. მრავალია ასეთი პრობლემა და შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ისეთი რეფორმის განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად განავითარებს ინფრასტრუქტურას, სწავლების მეთოდებს, ხარისხს, აკადემიური პერსონალის ქმედითუნარიანობა, სტუდენტებისათვის შესაბამისი სივრცეების შექმნას. აი როგორ ხარობდით თითოეული ჩვენგანი, ვინც ვიყავით, აქ რო შეიქმნა სტუდენტური სივრცე მესამე და მეოთხე კორპუსს შორის, რომ ჩვენ სტუდენტებს მიეცა შესაძლებლობა იმისა, რომ თავი მოეყარათ თავისუფალ გარემოში. მუდმივად ვცდილობდით იმას, რომ აზრი, თავისუფალი აზრი ყოფილიყო და თვითონ ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვების, სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანები არიან ტექნიკურ უნივერსიტეტში და მუშაობთ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია ძალიან ისეთი ტურბულენტურ ვითარებაშია ქვეყანა, უნივერსიტეტის კედლებში მაქსიმალურად იქნა დაცული კოლეგიალობა და არც ერთ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ გამხდარა პოლიტიკურ ასპარეზად. იყო ასთა სხვადასხვაობა, იყო კამათი, შეიძლება ცხარე კამათიც, მაგრამ ეს აკადემიურ დონეზე არ გაცდარა იმ ეთიკურ ნორმებს, ან არ გადასულა პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, საქმიანობაში, რაც ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის დამსახურებაა და თითოეული ჩვენგანი უთხრილდებოდა ერთმანეთს და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ გაეთვალისწინებინა ერთმანეთის აზრი. ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ რეფორმები განვითარდეს ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ უნივერსიტეტის განადგურებას რეფორმად. ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაუჭერთ ხარს 100-წლიანი უნივერსიტეტის განვითარებას. ჩვენი ლექტორებისგან მივიღეთ ეს სიყვარული ჩვენი უნივერსიტეტისა და სამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი თაობის მორიგეობის დროს ჩვენ ხელში არ შეიძლება მოგდეს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამას ჩვენ არც ერთი არ დაუშვებთ. ჩვენ არა მარტო სტუდენტების მიმართ გვაქვს პასუხისმგებლობა, არამედ იმ თაობის მიმართ, რომელმაც გავგზავნა ადამიანად ჩამოგვაყალიბა, რომელმაც გვასწავლა ეთიკური ნორმების დაცვის აუცილებლობა. ამიტომ ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ამ ღირებულებებს ვერ უგულებელყო და ვერ შევეგუებით. მეორე მომენტი, რომელიც არის, ჩვენ აქვე ვითვალისწინებთ, რომ ტექნიკურ სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს თავის ტრადიცია, თავისი გამოცდილება და ორივესთვის ეს იქნება დამაზარალებელი. ორივესთვის უბრალოდ თავი დავანებოთ, მარტო ორი ასე ამხელავსხვილი ინსტიტუციის შერწყმა, იქ არაჯანსაღი პროცესების წარმოშობა, ეს ორივეს დააზარალებს და ჩვენ აღმოჩნდებით კიდევ უფრო მეტად რთულ მდგომარეობაში. ტექნიკური უნივერსიტეტის დღევანდელმა თაობამ შეძლო 2250 ლარ დაფინანსებით, რომ
მთელი მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს 600 უნივერსიტეტს, 700 პირველი 700 უნივერსიტეტს შორის ამოეყვანა ტექნიკური უნივერსიტეტი. CERN-ი იქნებოდა, კეკი იქნებოდა ასეთი უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციებს და პროექტებში ღებულობდით მონაწილეობას და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები ეკავენ გაფსუფრებული, რომ ეს რა ხდება, რატომ ინგრევა ასეთი წარმატებული უნივერსიტეტი და ბუნებრივია, რომ შეშფოთებულები არიან და ეს არა მარტო საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე აისახება, არამედ ზოგადად საქართველოს მდგომარეობაზე. კიდევ ერთი უმთავრესი მომენტი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის აქტიური იყო სამოქალაქო ცხოვრებაში და ყოველთვის მიაჩნდა, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობა, აკადემიური თავისუფლება, დისკუსიებში მონაწილეობა, ჩვენ მონოპოლისტური სისტემის დანგრევაში იმიტომ ვღებულობდით მონაწილეობას, რომ დისკუსია გამხდარიყო თავარი სარბიელი სხვადასხვა აზრის შეჯერებისა, რომ დისკუსია ერთმანეთთან საუბარი ყოფილიყო ის თავარი, რითაც წინ მიდიოდა ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები. დღემდე ცხურს არც ისინი არ აკლებენ, ერთმანეთის ლანძღვას არც ისინი არ აკლებენ, ბევრ სხვა რამეს ჩვენსავით აკეთებენ, მაგრამ თავარია, რომ იციან ეს კულტურა, იციან ერთმანეთის დაფასება და ელემენტარულად არც ერთ შემთხვევაში არ გადაწყდება რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, თუ ეს საზოგადოებრივი განხილვის საგანი არ გახდა. ჩვენ სამწუხაროდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ჩვენ სამწუხაროდ მათ იგნორირება გაუკეთეს ამხელა უნივერსიტეტის, დამსახურებული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და არც კი იკადრეს, რომ დამდგარიყვნენ ჩვენთან ერთად და გვემშელა ამ საკითხებზე, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს. აქ არ არის თვითმიზანი რაიმეს გაკეთება, თუ ვინმე რამე საინტერესო შემოგთავაზებს, ბუნებრივია ხა ჩვენ არა ვართ ის ხალხი და ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი კი არის იმხელა, რომ ნამდვილად გაიგებთ რა არის მისთვის კარგი და მისთვის ცუდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ერთი კაფიო პოზიცია და ერთი ასევე მკაფიო მოთხოვნა, რაც სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დღეს მივიღეთ. პირველი, ჩვენ არ ვეთანხმებით რეფორმას წოდებულ ტექნიკური უნივერსიტეტის განადგურებას. ეს პოზიცია არის ცალსახა და ამის გადახედვა არ ვიცი რა უნდა მოხდეს. საბჭო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას ვახმოვანებ და მეორე მოთხოვნა. როდესაც იქნება საპარლამენტო განხილვა, როდესაც კომიტეტში იქნება განხილვა, აუცილებლად იყოს მოწვეული რექტორი, კანცლერი და აკადემიური საბჭოს რამოდენიმე წარმომადგენელი. დისკუსია უნდა შედგეს. დისკუსიის გარეშე შეუძლებელია თანამშრომლობა. ჩვენ აქ მაქსიმალურად ფიქრობდით და ქმედება ჰქონდა, რომ უნივერსიტეტის კედლებში არ ყოფილიყო პოლიტიკური ასპარეზი და თუ არ გელაპარაკებიან, ბუნებრივია, შემდეგ ყველა თავის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ გადაზარდოს ეს პროცესი სხვა მიმართულებით, თუ ისევ დარჩენ აკადემიურ სფეროში. ამიტომ ხელისუფლებას მართეს დაფიქრება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მოუწოდეს შეჩერდეს თუ არ გაუქმდება ეს გადაწყვეტილება და მანამდე ჩვენი ხელმძღვანელობას, რექტორს, კანცლერს და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო მოსმენების დროს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მამუკამ. ბატონო მამუკამ გააჟღერა ის ძირითადი მესიჯები, რაც აქვს მთელ უნივერსიტეტს. მე დარწმუნებული ვარ დეკანებთან შეხვედრის შემდეგ. ეს არის ის მესიჯები, რომელიც სხვადასხვა წინადადებებით მოდის ტექნიკური უნივერსიტეტიდან. ჩვენ კატეგორიულად ვართ წინააღმდეგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება ქვია ამას და არა მიერთება და მეორე ვითხოვთ, ან მობრძანდეს მთავრობა აქ, ან ისე არ მოხდეს განხილვა, თუ მანამ არ მოხდება ამ პროექტის გამოტანა, მაგრამ მე თუ არ მინდა, ალბათ არასწორად ვამბობ ახლა, ალბათ უნდა მოხდეს აი ამ ჩვენი გზავნილების შემდეგ ამ კანონ პროექტის გამოტანა
და განხილვა ფართო აკადემიურ წრეებთან. მე მგონი ამას გვავალდებულებს ყველას განათლების კანონი. ჩვენს გარეშე არ უნდა ხდებოდეს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ეხლა ქალბატონ ნატო ქათამაძეს მინდა ვთხოვო. გამოსვა. ხატია უწერ ამასა. მოგესალმებით. პროფესორ მასწავლებლებო, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო. მინდა გითხრათ, რომ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება რას მოიტანს? მე გეტყვით ზუსტად 20 წლის წინ რა მოხდა ქუთაისში, როდესაც გაერთიანდა სამი ინსტიტუტი. ეს იყო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. სამივე ინსტიტუტი გაერთიანდა აკაკი წერეთლის პედაგოგიური ინსტიტუტის ქუდის ქვეშ და დაერქვა სახელმწიფო უნივერსიტეტი. რა მოხდა? ყველას მაშინაც, როგორც დღეს ეუბნებოდნენ, არ შემცირდება კადრი, არ შემცირდება პროფესურა, არც ერთი მათგანი, არც ადმინისტრაცია, პროგრამები გაძლიერდება, მაგრამ გეტყვით, ჩემი პირადი გამოცდილებით, მოკვდა საინჟინრო სკოლა ქუთაისში, ერთ-ერთი ძლიერი იყო. მოკვდა, აღარ არსებობს ზოგიერთი პროგრამა და რომელიც არსებობს, თითზე ჩამოსათვლელად ყავთ სტუდენტები. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულება. დიახ, ეს დაემართება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც. რა მოხდა, რა მოხდება ორი უნივერსიტეტის შერწყმით? ეს არ არის გაერთიანება, ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის ლიკვიდაცია. რატომ? მაშინ ორივე უნივერსიტეტის სახელი უნდა ფიგურირებდეს სახელში და ჩვენ გვითხრეს სახელწოდება ახალი უნივერსიტეტის იქნება ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ანუ ტექნიკური უნივერსიტეტი როგორც ბრენდი კვდება. რატომ არ გააკეთა ხელისუფლებამ შერწყმა? იმიტომ რომ იმისათვის საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო და ადგილობრივში ბრენდად იქცეს უნივერსიტეტი, ამას ჭირდება 10 წლები და რომ ეს გაკეთებულიყო საერთაშორისოდ ჩვენ ვერავინ ვერ დაგვინახავდა. ამიტომ მარტივი გამოსავალი ნახეს, დატოვეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ფაქტიურად აპირებენ ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებას. გულწრფელად გეუბნებით, რაც მოხდა 20 წლის წინ ქუთაისში, ის მოხდება 20 წლის თუ არა 30 წლის მერე თბილისში. დამერწმუნეთ, ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, პროფესორები, სტუდენტები და რამდენადაც მე ვიცი, 500-1000 კურსდამთავრებული ყავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. საქართველოში ოჯახი არ არის ყოველ მეორეში კურსდამთავრებული რო არ იყოს. ამიტომ ეხლა დროა ყველამ ერთად ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს და ვიბრძოლოთ ტექნიკური უნივერსიტეტის გადარჩენისთვის. მოგესალმებით, ძვირფასო საზოგადოება, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მაია ბენია. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ძვირფასო სტუდენტებო, ჩვენო შვილებო, ეხლა საჭიროა ერთად დგომა, რათა არ გაქრეს ჩვენი უნივერსიტეტი, სახელოვანი, 100 წლოვანი უდიდესი ტრადიციების მქონე. ეს არის ძალიან შეურაცხყოფელი, როცა არსებითად არავინ შეთანხმებულ აკადემიურ პერსონალთან და აი ასე ტელევიზიით გამოგვიცხადეს აი ეს აბსურდული გადაწყვეტილება. ძალიან გულნატკენი ვართ ყველა, ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ. ჩვენ ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას, ჩვენი შვილების აღზრდას, მომავალი თაობების აღზრდას და რაღაცა მინიმალური ხელფასით თავი გაგვაქვს დღემდე. და ხელფასის და აი ამის მიუხედავად ყველა პატიოსნად ვასრულებთ ჩვენს საქმეს. აი ამ ხელა მთელი არმიაა, ყოფილი კურსდამთავრებულები, მართლა 9 მილიონი ადამიანია. ეს ამბავი ასე არ ჩაივლის, ჩვენ აქედან ფეხს არ მოვიცვლით. არავის ეგონოს, რომ თავს მოგვახვევენ თავიანთ აი ესეთ აბსურდულ გადაწყვეტილებას. არა უნივერსიტეტის გაუქმებას, არა სეტეუს ლიკვიდაციას. ყველა დგავართ ერთად საბოლოო გადაწყვეტილებამდე. მადლობა. მოგესალმებით, გიგა ხატიაშვილი, დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორი. სიმართლე გითხრათ, ღერალავ პირველად გამოვდივარ ამ ხელა საზოგადოების წინაშე. მაქვს კითხვა, რა არის ტექნიკური უნივერსიტეტი? და აქვე პასუხი. ფიზიკა, მათემატიკა,
კაფეო აზროვნება პრინციპები. ის, რაც დღეს ჩვენს ქართულ საზოგადოებას სერიოზულად აკლია. ტექნიკური უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, დგას დიდი გამოწვევის წინაშე და მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენთვის ძალიან ღირსშესანიშნავი დღე არის. რატომ არის ეს დღე ღირსშესანიშნავი? პირველად ვხედავ ერთი იდეის გარშემო განვითარებულ შეკრებილ ადამიანებს. ყველას ერთნაირად შეგვტკივა ჩვენი უნივერსიტეტის მომავალი. ყველას ერთნაირად შეგვტკივა ჩვენი მომავალი თაობების მომავალი. მე პირადად 2014 წლიდან ვეწევი აკადემიურ მოღვაწეობას ტექნიკურ უნივერსიტეტში. დავანგრიე საკუთარი ბიზნესი. წარმატებული შემოქმედებითი სააგენტო. იმის გამო, ერთი მიზეზის გამო, რომ მაღელვებს ჩემი ქვეყნის მომავალი. მაღელვებს ჩემი შვილების მომავალი. მე ჩემი გადავდე. მე წავედი ვაბანკზე. მე არაფერი აღარ მაქვს დასაკარგი. ამ უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდა მამაჩემი. ანალოგიური უნივერსიტეტის კედლებში აღიზარდა ჩემი დიდი პაპა. მე თავად გავიზარდე ინჟინრების წრეში, მეცნიერების წრეში. და დღეს მოგიწოდებთ ყველას. ვისაც გული შეტკივა არა უნივერსიტეტზე, არამედ საკუთარი შვილების მომავალზე. დაუდექით ამ უნივერსიტეტს გვერდში. დიდი მადლობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. ნერვიულობ როგორც თითოეული თქვენთაგანი, რა თქმა უნდა. ამ უნივერსიტეტში გავიარე ცხოვრების ნახევარი. უფრო მეტი. დღეს ვღელავ ისე როგორც არასდროს. მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დღეს ძლიერია როგორც არასდროს. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს იმდენი მიღწევა, იმდენი პროგრამა, იმდენი ერასმუს გაცვლის და როდესაც დღეს უნივერსიტეტი არის ყველაზე ძლიერი, დგას ფეხზე. ეს ბოლო რამოდენიმე წელიწადია ყოველდღიურად თითო აგური ედება აგურს და შენდება ესეთი დიდი ცოდნის ტაძარი და გუში ჩვენ რო ვიღვიძებთ და უცბად ვხედავთ, რომ თურმე შეიძლება ტექნიკური უნივერსიტეტი თურმე შეიძლება გაუქმდეს. ამის არ მჭირა. თითოეულ თქვენთაგანს მოუწოდი, თითოეულ თქვენთაგანს ვთხოვ, რომ იყოს რა თქმა უნდა ჩვენს გვერდზე და იყოს იმ უნივერსიტეტის გვერდზე, ვინც გაზარდა, თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები, ის თაობები, ვინც ააშენა ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა და ვიზეც დგას დღეს მთელი საქართველო. გისურვებთ წარმატებებს და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი, რა თქმა უნდა, ერთობლივად ხარში უდგას უნივერსიტეტს და ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ყველა იმ წინადადებას, რაც გეგმავს განათლების სამინისტრო. მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით, ჯერხოსო მეგობრებო. მე გახლავართ ვაჟა შუბითიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიის დოქტორი, სიმონდრულად. ნაპოლეონი ეგვიპტეში რას ეუბნებოდა თავის ჯარისკაცებს თუ იცით? 40 საუკუნე დაჰყურეთ თქვენ ამ პირამიდიდან. მე ვეუბნები ჩვენ ხელისუფლებას 104 წელი დაჰყურებთ აქედან ბატონო, 104 წელი. ეს არის წლები, რომლითაც შეიქმნა ქართული ტექნიკური ინტელიგენცია, რომელმაც შექმნა ის საოცარი შენობები, რომლის თბილისში უამრავია. ეს არის კულტურული შემოქმედება, ერის კულტურის ისტორიის ნაწილი, ერის ისტორიის ნაწილი. და ყველაზე აღმაშფოთებელი რა არის, რომ ესე იგი არავის არ ეკითხებიან არაფერს. რამდენმა წაიდეხა ასე კი ისე, ხო? ინტელიგენციის იგნორირება ყველას ძვირად უჯდება და დაუჯდება ყველას. ეს უნდა იცოდეს ყველამ.
და გარდაუვალია ეს ვინც ამას გააკეთებს. ასეთია ვითარება ამ დროისთვის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, როგორც ცნობილია და მოგეხსენებათ დღეს 12 საათზე იყო აკადემიური საბჭოთა ყველა ფაკულტეტზე და ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს არავის არ დაუთმობენ, ის არ უნდა გაუქმდეს და არ უნდა დაიხუროს. ასეთია ამ დროისთვის ვითარება ადგილზე და ჩვენ მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით. მდინარე ამღრეულია სათავეში, მე ბოლოში ზურე გადეს, ხო? აი ეს თუ დავაზვინდავენ საფუძველი. მე მდინარეს უკვე დაიწმინდება და აქამდეც მოვა უკვე სულთან ნაკადი რა. ორნიშნა ეკონომიკური დაგვაქვს და შენობების გასაყენად გაგვიხდა საქმე. რაში